ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ ფრაქციების წევრებმა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. ფრაქციის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობის წევრებს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარეს. დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს დღეს ასევე შეხვდნენ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ირაკლი აბასაძის თქმით, ისინი წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში ხარვეზებს ხედავენ და მათი გამოსწორების გზებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ თბილისის მერიას. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ დაუჭერენ თუ არა მხარს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი განიცდის გარკვეულ ცვლილებებს პრიორიტეტების ნაწილში ალბათ არა, თუმცა გვექნება გარკვეული ცვლილებები ცალკეული მუხლების მიხედვით. ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის კარგი არის ეს პროცესი, ვინაიდან ფრაქციებიდან მოდის უფრო დეტალური ინფორმაცია და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩავწვდეთ უფრო ისეთ დეტალებს, რომელიც შეიძლება მანამდე ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. უკვე დაწერილ პროექტებშიც კი ჩვენ მიგვაჩნია რომ არის ბევრი პრობლემა ხარვეზე, თანხების არასწორი გადანაწილება, რაც საბოლოო ჯამში შეუძლებს ხდის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც თუნდაც პენსიონერებისთვის უფასო მგზავრობის შეთავაზება არის. მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენ წინადადებებს, რომელსაც წარუდგენთ თბილისის მერიას, იმისათვის რომ ბიუჯეტი მართლაც იყოს ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე. გაერთიანებული დემოკრატებს მიგვაჩნია რომ პირველ რიგში მერიის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების ხარჯები საკმაოდ გაზრდილია. ასევე ჩვენ შენიშვნები ჰქონდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ბაღის თემა დადგმის წესრიგში. ნებისმიერი ბიუჯეტი არის კომპრომისული ბიუჯეტი, ნებისმიერი მიმართულებით რომ გავხედოთ საჭიროებები უფრო მეტია და ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მით უმეტეს იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ჩავაბარეთ ეს ბიუჯეტი 2015 წლის მიმართულებით არის ძალიან ბევრი სიახლე, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ახალი დეტალი შემოტანილი. მე მთლიანობაში დავარქვევდი რომ ეს არის ერთგვარი საერთო სათაური, შეიძლება დავარქვათ ამას ჯერ ადამიანი ეგეთი მოკლე სათაურით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სოციალური საკითხი არის წამოწეული.